მოგესალმებით. მონოლოგს ვიწყებ თანამედროვე ტექნოლოგიების გამაოგნებელი მიღწევის შესახებ ინფორმაციით. ნახეთ. აქვე დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი, რძის პროდუქტები და შაქარი გაიყიდება. არ ვიცი ახლა როგორი იქნება, მაგრამ მე პირადად ლაბორატორიის ხაშლამას, ლაგოდეხის ხაშლამა მირჩევნია, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი. არ გაგიკვირდეთ თუ ცოტა ხანში გამყიდველმა შეიძლება გითხრათ ასეთი რამ. ნახე როგორი ყვითელი ფეხები აქვს, მუხრანის ლაბორატორიის გადამიაო. გირჩევთ ლაბორატორიაში ბახილებით და თქვენი სასწორით იაროთ მეგობრებო. ხო კარგი ამბავია. მაგრამ რომ გიყურებ ახლა შენ გელა, ხო? აი უნდა მოუკლო რა ლაბორატორიებში სიარულს, ჩემი აზრით ცოტა. ეს ისე, მეგობრული რჩევა. გადავიდეთ. ისევ ამ თემის ირგვლივ ვიტრიალოთ უпростоრო და ფაქტია, ცხოვრება ისე სწრაფად ვითარდება, ახლა თუ ლაბორატორიაში ხორცი შექმნეს, მალე ხორცისგან შეიძლება შექმნან ლაბორატორია, ხო? ნუ რაღაც ასეთ. მოკლედ თუ ამ ლაბორატორიაში დამზადებულ ხორცს შეიძენთ და ვერ გადაწყვეთ ხორცისგან მწვადი მოამზადოთ თუ ხაშლამა, კითხეთ რჩევა თვითონ ხორცს. კიპასუხებთ ჩვეულებრივად, რა ვიცი. დიდი ბრიტანეთიდან გადავინაცვლოთ იქვე ამერიკაში, სადაც შეყვარებულზე გაბრაზებულმა ახალგაზრდა ამერიკელმა ქალმა შეცდომით სხვისი მანქანა დაკაწრა და დაამტვრია. ქალი იძახდა თურმე მე რა მნიშვნელობა აქვს, ვის ავტომობილს დავამტვრევდი, მაინც ყველა კაცი ერთნაირიაო. გოგოს მხრიდან იძახდნენ თურმე დრო ყველაფრის მკურნალიაო და ხელოსნები იძახდნენ პალი როგაში ამოვა იგიო. ხო. მოკლედ, მამაკაცებო, არ ატკინოთ გული მანდილოსნებს, თორემ მერე სხვა მამაკაცებს ადგენენ გულს. ვიტრიალოთ ისევ ამერიკაში. რაჯობია, ცოტა ხნით 4 წლის ამერიკელმა ბიჭუნამ, რომელსაც დედამ ნაყინი შეუჭამა, პოლიცია გამოიძახა. აი, თქვენ რომ გონიათ რომ ბავშვები სულ მულტფილმებს უყურებენ, თურმე ხანდახან კანონმდებლობასაც ეცნობიან. პოლიცია რომ მოვიდა, ნივთი მტკიცება უკვე ჩამოღვენთილი იყო. დედამ დუმილის უფლება გამოიყენა თურმე. ყელით გიოდა და ვერ ლაპარაკობდა. წესით სასამართლომ დედას 3 წლით ბავშვის ზოოპარკში წაყვანა უნდა მიუსაჯოს და ნახოთ რა იქნება. ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ იცით რა მაინტერესებს? რამდენიმე დღის წინ ჩემ ბავშვს ლიმონათი დავული. ხო და ახლა დაველოდო პოლიციას თუ ჩავბარდე ჩემით, ანუ რა ვიცი. რომელი ძე? გავქნა. ბოლოს დავბრუნდეთ საქართველოში. სადაც 16 მაისს თბილისში დინამო არენაზე საქართველოსა და ბარსელონას ლეგენდებს შორის მატჩი გაიმართება. შეინახეთ ხელის გულები, ნახეთ ახლა როგორი ტაში იქნეს საჭირო, სადაც მონაწილეობას ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიოს მიიღებს. ფეხბურთის გულშემატკივარი გახარებულია რონალდინიოს ვნახავთ ცოცხლადო და რონალდინიოა გახარებული გელაგნოლიზებს ვნახავთ ცოცხლადო. გაიგებულია კაცი. აბა რონალდინიომ თურმე რივალდოს უთხრა რა, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე დავაყენოთ მანქანა და იქიდან ფეხით გადავიდეთ თუ არა, იქ საშინელება ხდებაო რა. ერთი რამ დაიმახსოვრეთ ბატონო რონალდინიო. საქართველოში ჩამოსვლა თქვენინება, წასვლა ჩვენი. წავიდა გუგუნი. კი ბატონო და ჩვენს შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი გარინ ჩაგნოლიძის ხელმძღვანელობით. ეს ისეთი სტუმარი ყავს გადაცემაში, ვენახში თუ ხარ, ვენახიდან უნდა გვიყურო. გურჯაანში თუ ხარ, გურჯაანიდან უნდა გვიყურო. მსახიობი და ჩვენი მეგობარი როლანდო კროპირიძე, მეგობრებო, აპლოდისმენტები. ეს კომფორტისთვის გვაქვს მაქსიმალურად სტუმარმა, რომ თავი ისე იქნოს, როგორც საკუთარ სახლში. მოგესალმები, როლანდ.
სამი გამოესალმებით. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან. კეთილი იყოს, პირველად ვარ თქვენთან იმერეთში. ჩვენთან. თუმცა აგერ წარმომადგენელი დაგახვედრეთ რომ მარტო არ გეგზნო კახელკას თავი გელა აგერ შენ გენაცვალე. აბარა. სუკახეთი და სუკახეთი იძახის ვერ მოვაშორეთ მოკლედ. სიამოვნებით, აბარა. კი ბატონო. როლანდ როგორ ახარ? კარგად, მადლობა. როგორ გიქ? კარგად, ჩვენც კარგად და კარგი განწყობა გვაქვს, კარგი სტუმრები როცა გვყავს, ჩვენც კარგი განწყობა გვაქვს. მეც მიხარია რომ მირთვი, ბატონო, მირთვი აგერ მეც დავლევ წყალს, კი ბატონო, კარგია. წყლის ძალა მოხდა. ეს იმერული წყალია, ეგ კახური. პირიქით უნდა ყოფილიყო. ხო, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ასე დავჯერდეთ და როლანდ ნახე ახლა ნუ გარდა იმისა რომ ძალიან ნიჭიერი კაცი ხარ ახლა ეგ იცის ყველა მაგაზე საუბარი ზედმეტია განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ერთი რამ რომ რამოდენიმე ხნის წინ იმღერეს სიმღერა თელავს რომელმაც რა ვიცი ესე ძალიან ბევრი ნახვა ძალიან ბევრი მოწონება დაიმსახურა მაგრამ მე მაინტერესებს ეს გურჯაანელი კაცი ამ თელავზე რომ ღერი რანაირადაა მაგამბავი კარგად არის თვითონ ეს სიმღერა ვინც დაწერა ხო სულაც არ იყო თელაველი აჰა არჩეულები გოგო ქალბატონი თეონა კუმსიაშვილი მისი სიმღერა და ნათელი მის ნათელსულს და ძალიან დიდი მადლობა რომ ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო სიმღერების დაგვიწერა და დაგვიტოვა და თავისი ასე ვთქვათ არაჩვეულებრივი შესრულებითაც დატოვა სიმღერები და სულაც არ იყო თელაველი და მაგრამ თავისი ქვეყნის არაჩვეულებრივ ქალაქს მიუძღვნა სიმღერა და გასაგებია მეც მაქედან გამოვედი და ჩემი კახეთის უმშვენიერეს ქალაქს და ჩემი ქვეყნის უმშვენიერეს ქალაქს უმღერე როგორც უმღერებ ყველა ქალაქს და ყველა სოფელს და ყველა ქართველს ამომწურავი პასუხია მაგ შეკითხვა აღარ დამიშვა მსგავსი კითხვა მე ამაზე ხმის ამომღები აღარა ვარ მაგრამ ნახე ეხლა შენ ხარ როლანდ ოქროპირიძე უყვარხარ ძალიან ბევრ ადამიანს ხო და შეიძლება ის გაპატიეს რომ გურჯაანელმა თელავს უმღერა მაგრამ ვაი და არაცნობილმა ესე თქვათ ხო ხტები უცნობმა ადამიანმა გააკეთა იგივე რომ აი გურჯაანელმა უმღერა თელავს რამდენია ჯარიმა ამაზე ჯარიმა სად გურჯაანში მაგალითად ნუ შეიძლება რომ ერთი ჭიქა გამოგატოვინონ ხო არ დალიო შენ ეყოფა აი მე ძალიან ათრევიო და არ დალიო ტაქსაჯონ ასე თელავში შეიძლება რომ სამი მოზრდილი რაღაცა დაგალევი მაგის გამო რომ რო ახსენეო იქ ხო იცი როგორ ახსენე მეზობელი რაიონიო ესე იგი რომ არ უნდათ რომ გურჯაანი თქვა და მეზობელი რაიონიო ესე იგი გურჯაანელები შედარებით ლმობიერად ერთ განსხვავებულს გამოგატოვებინებენ არა ეგ რაღაც ლმობიერობაა საკმაოდ ისეთია კაიღვინოს რო ტუჩ რომ მოკიდებ და რომ და ეტიდი მარსენიო რო გეტყვიან კაიღვინოს ტუჩის მოკიდებაზე გამახსენდა ეგეთი ამბავი რომ სადღაც მოკლედ სუფრასთან შედან და კახეთში ამ ნიშნულობა აქვს თუ გიდათ ქუთაისში და მაგრამ უფრო კახეთში მოხდა ეგ ამბავი ხო ეგეთი რამე მოხდა რომ თურმე ახალგაზრდა უძის გვერდზე უფროს ადამიანს და მერიქიფეობა ითავა რა და უსხავს ღვინოს ხშირად უსხავს და ამან მადლობაო და თურმე რაღაცნაირად ულიპლიპებს ამ ჭიქას რა ღვინით კახეთში იციან ხოლმე გალი მცლიმცეო ეგეთი ფრაზაა ბურთი გააკეთეო ესე ჭიქაზე რომ ბურთიო ხო რაღაც ეგეთსა და მოკლედ ბურთს უკეთებს ამ ლიმცს გაულიმცლიცებს ჭიქას პირავ დეუსებს რა და ამ კაც უხერხულია მოგეხსენებათ ეხლა ამან ერთხელ ორჯერ და ჩემო კარგო ჭიქას ცოტა სატუჩე დაუტოვეო რა უთხრა რომ სატუჩე დაუტოვეო რომ იოლად მოსვაო და ეს ბიჭი შეწუხდა და მოკლედ რო უსხავს უკვე მე უსხავს აი კარდენახულად უსხავს კარდენახულად და სხვა ნიშნავს ესე იგი რომ ჭიქას მაგრად რო აკლებენ რა ესე ნახევრად რო აკლებენ და უკვე ღვინო დააკლო ბევრი იგი ერთხელ ორჯერ სამჯერ გახედა და განა ლუი ამსტრონგი ვარ ამ ხელა სატუჩე რომ დააკელიო ცოტა პატარა დაგევა ამ ხელა ლუი ამსტრონგი კი არა ვარ შემომხედე რა აუ კარგი ისტორია იყო ვაუ შენიერი ესე იგი რადგან მაგ თემაზე ვართ ეხლა დალევა და ჯარიმება მოაყოლა ეგ ამბავი რომ გურჯაანში ჯარიმა და თელავში ჯარიმა
კიდევ რა რისკზე წასულხარ როლანდ გარდა იმისა რომ გურჯანელმა მაგაზე დიდი რისკი ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა. რო ვიხსენებ აი პრინციპში არ ყოფილა. კი ბატონო. აგეთი რისკი სხვა არ გამიწევია. კი ბატონო, არც ყოფილიყოს მეტი სარისკო შენ ცხოვრებაში ესეთი რამე არ არის. საფათოა ცეცხლთან თამაშია პირდაპირ. ეხა ამ თემაზე შეება მე ხარ რაც არ უნდა ბევრი ვიხუმრო, ერთი რამ უნდა ითქვას აუცილებლად რომ ისე კარგად შეასრულე, მართლა გულწრფელად ისე გულიანად და ისე სიყვარული ჩააქსოვე და ვიგძენით ეს ჩვენ რომ ჩემი ბზარი გაუჩინე მაგ იმას რა. კი, აი შეუწყვე ხელი შენ კიდე უფრო დამეგობრებას გურჯაანის და თელავის. აი რაღაცა ცუდის ბზარი გავაჩინე, აი კიდე რომ გახედა, აი ბოლომდე კი. ეხა პატარა გაუნდა დატოკება და ეგ ამბავი. ერთი იქით და ეცემა მეორე აქეთ, მაგრამ მე ვიცი მომღერლები ისე მღერიან როლანდ შენგან განსხვავებით, კაი დამეგობრებულ ქალაქებსაც შეიძლება აჩხუბონ ერთმანეთში და შესაბამისად კი კაცო ხარ. თან კიდე თუ დიდი ქალაქებია. არა, რას ლაპარაკობ კაცო. ისე სუთელავია, სუგულავია. ეს ფრაზა გაგვიგია, ხო? ვიცით ყველამ და გურჯაანული ვარიანტი რა არის ამისი? სუთელავია, სუგულავიას. რა თელავია, რა გულავია. ერთი ეგეთი არის და მეორეც შეიძლება იყოს რომ სუგულავია. გასაგები, ეგეც არის მეორე. აი უბრალოდ თელავი აღარ არის. თელავი აღარა. ანუ ესე ორი აღარ ხმარო, აი სუგულავია ვიძახიან, მაგალითად იმაში რა ქვია, ვეჯიში იძახიან სუგულავია. კოლაკში, ჩუმლახში რა. სუგულავია, მარა გულავია აი. გასაგები, კი ბატონო. კარგი ვერსიები გქონია თქვენ ჩვენიერ. როლანდ, მსახიობი ხარ ახლა, ხო? მსახიობი ხარ. ამბობე. გადაცემაში თიაგვასალი. თიაგვასალიას და ამბობე, ხო და. კახელი მსახიობი, ახლა ბლიც შეკითხვები მინდა რომ დაგისვა, რამოდენიმე ბლიც შეკითხვა რა. უცებ კითხავ, უცებ მიპასუხე. კახელი მსახიობი როლში უფრო ხშირად შედის თუ მარანში? მარანში. სწორია. კახელი მსახიობისთვის ოსკარის აღება უფრო მნიშვნელოვანია თუ მოსავლის? სწორია. კახელი მსახიობის სცენაზე უფრო იხარჯება თუ მწვადის დანიავების დროს? სცენაზე. სწორია. კახელი მსახიობისთვის როლში შესვლა უფრო რთულია თუ ნაბახუსებზე გამოსვლა? ნაბახუსებზე როლში შესვლა არის რთული. სწორია, კი ბატონო და თქვენ მოიგეთ გადმოგეცემათ ღამის შოუს გუნდიდან წყალი. ეს აქ და გადაცემის მერე ვიზრუნებთ სხვა სასმელზეც და სხვა კარგი მერე მესამე რაუნდზე ხო როგორც იტყვია. როლანდ, ნახე ახლა რა მინდა კიდევ რო გკითხო. აი ჰამლეტი. კახელმა კაცმა რომ ითამაშოს, კახელმა მსახიობმა. ყოფნა არ ყოფნა საკითხავი ეს არის, ხო არის? ხაი. და კახელმა მსახიობმა რომ ითამაშოს, ჰამლეტი როგორ იტყოდა ამას? აი დედა მოვა. აი კარგია. აი დედა მოვა. თუ არ მოუვა. დედა მოვა? კი კარგია დავტოვოთ ეგ ვერსია. როლანდ, ყველაფერს სიკეთესთან ერთად კარგი თამადაც ხარ ჩემო მეგობარო. ხო და ნუ მოკეიფე კაც შესაბამისად და სუფრაზე რა ჯობს კარგი ღვინო და ცუდი თამადა თუ ცუდი ღვინო და კარგი თამადა? ეგრო ორივე ერთად იყოს არ შეიძლება და აი ეგრე იყოს კი ბატონო. ისე როცა საკეიფო მაკენებ ეგეთი იმის წინაშე დილემის წინაშე. ხო აღარ დაგაყენებო კი ბატონო. აღარ ხო გითხარ წეღან გითხარ ერთხელ ორჯერ სამჯერ აღარ ვქნა. როდემდე აჰა, всё ამოვიღე აგერ ხუთი შეკითხვა მაგას. აჰა ძმა. ამოვაგდე. ოქროპირიძეები, როდესაც იკრიბებით. ნო, გვარის შეკრება როცა ოქროს ბირჟაა, ხო? ოქროპირიძე. ხო, რაღაცა, ხო არის პრობები, ხო არის, აი 500 რაღაცა არის პრობი. 700 რაღაცა არის. ანუ ეგ შემცველობაა, ხო? ოქროს შემცველობა. ხარისხი ოქროსი. არის ბაჯაღლო 999. კი, თქვენ შემთხვევაში უფრო რომელი ჭარბობს ხოლმე, როცა იკრიბებით ოქროპირიძეები? რომელი პრობა? მოდი იყოს 7 და რაღაცა. ეგრე ჯობია, ეს საშუალო ჯობია დავიჭიროთ, იმიტომ რომ ბაჯაღლო აი რაღაცნაირად ჟღერს არ გვი. ბაჯაღლო მაინც არ გვი. 700 ეგრე არ არის? აი ბაჯაღლო. კი ბატონო. როლანდ, ნახე ხო კურიოზებს ზოგადად ახლა ხო ჩვენ გადაცემაში ხშირად ყვებიან ხოლმე კურიოზებს. შენ მოყევი წეგან არაჩვეულებრივი ისტორია გაიხსენე, მაგრამ კურიოზ ჯაჯანიძეც არყვება ცუდად რო იცოდე, გია. ჯაჯო. ხო, ჯაჯო. სამაგიეროდ ისეთი რამ მინდა რო გთხოვო, რაც ჯაჯოს შედარებით შენზე ნაკლებად გამოსდის.
რა არის? ლექსის წაკითხოთ, მო. ეხლა შენ, ესე იგი, ამ ბოლო პერიოდში სიმღერებთან ერთად შენი ლექსები ვნახეთ, ესე იგი, მოცულია მთელი ინტერნეტი შენი წაკითხული ლექსებით და საოცრად წაკითხული, თან აი გულიანად. თითო ლექსებია პატრიციამულო კარგი და კარგი მსმენელი ყავს, მინდა გითხრა ქართველებს. კი ბატონო, ასე რომ ვერ გაუშვებ ახლა მაგშანს ხელიდან და ერთი ლექსი წაგვიკითხე და რაზე წაგვიკითხა ისიც გითხრა. რა მადლობა. რადგან ვარ თქვენთან სტუმრად და ჩემ საყვარელ იმერეთის საზოგადოებაში ოხ შენ გენაცვალე მე. ქუთაისი ბატონო ზესტაფონი და ზესტაფონი ზესტაფონობს არ უნდა ლაპარაკი. ხო არის? ეხა აქ დასავლეთ საქართველოს ჭარბად არის და თან გაზაფხული მოვიდა და მე მგონია და მე მგონი ძალიან ბევრი დამეთანხმება რომ ყველაზე ლამაზი გაზაფხული არის იმერეთში. მაგრამ ყველა დრო უხდება, მაგრამ განსაკუთრებით მგონია რომ მგონი მთელ ჩვენ ქვეყანაში გაზაფხული იმერეთში უნდა ნახო გაზაფხული. შენ გენაცვალე მე ჩემო როლა დამბურგდა და დამაჟრიალა ძმა. მაშინ ხო, და მართლა მიყვარს ეგ ამბავი. კაი, ვცადოთ, აბა. გიორგობის თვეში ნუნუ აწვიმს ჩვენში. გალეშილი ოჩოკოჩი დაჩინდრიკობს ტყეში. გარბიან და გამორბიან გზები ალთა ბალთას და ღლაბუცობს ოჩოკოჩი ოქროსთმიან ალთან. რა ხანია არღნის ხმები არსმენია იმერეთს. დოლგარმონით აფიცხებენ მაჭახელა სიმღერებს. ჰე არღანო ჩემო კუკლა ვინ ოხერმა გიყელა მოშურთხივით ამიფრინე მოკრეახე სიმღერა თქვენი ძველი პატრონები თითქო არაფერია გადიდებულ სურათიდან ჩუმად გადმოგცქერიან მაშარღანო ძველებური ჰანგი დასხლიტე გაიხსენე სახლიკაც და ომში წასვლის დღე გიორგობის თვეში გულს გაუდის რეჭხი გინდ ყოფილხარ იმერეთში გინდა სამოთხეში იმ დღეს ღვინო მოიწურა მადლიანმა გლეხკაცმა მერე არღანს ეკურკურა და ცხენივით შეკაზმა გადავარდა სოფელ დაიარა მოყრები იქეიფა მოიოხა გული მოსაუხები არ დაღლილა არც სიმღერით არც ცხოვრება ხარხარით აჭახჭახა აზლუკუნა აღრიალა არღანი სანამ ტყვია დაცხრილავდეს ჯარიკაცის ფარაჯას თავის წილი სიხარული იმორთხეში დახარჯა კოცნი და თუ ეხეოდა ვაზის რქას თუ ხარის რქას სიმინს ფეხზე აყენებდა წამოჩოქილს ქარისგან მაღლარსა და გუდალეღვებს შეცქეროდა ქვემოდან ალბათ ტანი თუ უგრძნობდა ვეღარ დაბრუნდებოდა ჰე არღანო ახლა ხვდები თურმე რანერი ხარ ეს რა მოგდის შეპეპერო ფხერი ხარ თუ ტირი ხარ გიორგობის თვეში გულს გაუდის რეჭხი გინდ ჩასულ ხარ იმერეთში გინდაც სამოთხეში ბრავო ვა მაგარი დიდი ხანი არ წამიკითხავს ეს ლექსი და გამიხარდა რომ ხა შესაძლებლობა მომეცა და კიდე რაღაცა მგონია რომ კიდე უფრო მეტად შემეძლო მოფერებოდი იმერეთს, იმიტომ რომ მართლა ძალიან იმერეთმა იგზნო როგორც მოგეფერე დამირწმუნე ამაში და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეხლა ნახე რადგან ეხლა ასე პატივი დამდედამ ჩემს ქალაქზე ქუთაისის ეს თბილი სიტყვები თქვი მანამდეც მე იმერლებს ლექსი წაგვიკითხე. იმსახურეთ ბატონო. ხო და მეც მინდა პატივი როგცე შენი ჭირიმე და რაღაცნაირად არ დამტოვო ეს იმერელი კაცი ვალში. აი კეჟერაფხალიც უგაკ. კეჟერაფხალიც იქნება ზამია მჭადი წყველის და ხაჭაპურის. წიწილად ყემალში, მაგრამ მანამდე ესე იგი მეც გცემ მჭადი და მეც გცემ პატივს და კახურ სიმღერას შევასრულებ შენთან ერთად. რა ვქნა მეტი? სამსახურიო დაილოცოს ფურძედი და პურმარილი გახურიო დალიგ ფიჭები ვართ თავზე ქუდი გვახურია რაც ირამე კარგი არის ყველაფერი გახურია არულალო ჰაიდარულალო ჰაიარალი ალალო არხიარულალო ხოდა ისევლალო არხიარულალო ვიწყო კაცის დარდი მსახური
გახურია კაცი ვარ და კაცი მქვია გული მიზგერს გახურია მოვდივარ ჩემო კახეთო მონადრება გამჩენია შენი სიყვარულის გარდა არაფერი დამრჩენია არულალო ჰაიდარულალო ჰარი ჰარალი არალო არხიარულალო ხოდა კიდევლალო არხიარულალო მაჟაზე მეგობრებო როლანდო კროპირიძე იყო დღეს ჩვენთან სტუმრად აპლოდისმენტები ლექსად მეგობრებო ლექსად თის სიწყნარე ვისაც გიყვართ არ გსურთ აურზაურები თქვენთვის სტუმრად მოვიწვიეთ დების ვიადაურები აიტა მოგესალმებით მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან გადაცემაში. როგორ მოგეწონთ ახლა გამოცხადება ლექსად, აბა თქვით ახლა. მაგარი ხო? პოეზია ძალიან გვიყვარს. კი ბატონო, შემდეგ სტუმრობაზე რომ მოხვალთ ჩვენთან, მე თქვენს ლექსით მოდით რაღაცა ჩვენზე. არ დარჩეთ ვალში რა, ასეთ ამბავში. ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ხართ, უნიჭიერესი, ულამაზესი და უმშვენიერესი დების ვიადაურები და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა. რუსუდან და თამარ. სად არის მესამე და? სახლში უკვე გვიანია და სამსახურში იქნებოდა ამ დრომდე ალბათ. არა მე ვიხუმრე და თუნე მართლა ყოლიათ მესამე და ხო და ხერხუთი ჩავარდი არა თქო და ესეც ხუმრობით მოვიკითხავთ თქვენს უნიჭიერეს და უმშვენიერეს დას სოფიას რომელიც წესით აქ უნდა იყოს წესით აქ უნდა იყოს კი ვერ დაითანხმეთ ვახ ეს ესეთი თუ მოვიკითხავთ მაშინ კიდევ უფრო დიდი სიყვარულით რომ უფრო იქნებ მე მოვიწიოთ და მოვიდეს მე ჩვენთან სტუმრად გადაცემაში პირველ რიგში გეტყვით რომ დებს ვიადაურებს ძალიან კარგი სიმღერები გაქვთ ოღონდ მართლა ყოველგვარი გაზვიადაურების გარეშე გეუბნებით ამ ამბავს ეხლა პირად ანუ რამოდენიმე შეკითხვა ჯერ თამართან მაქვს მე რუსან თქვენთან მომზადები თამარ ბაკალავრის ხარისხი გაქვს საბანკო საფინანსო საქმეში კი ბატონო კი ბატონო როგორ ფიქრობ მეგობარი ჭირშიც გვერდით უნდა დაგიდგეს ლხინშიც და თავდებშიც ყველგან აუცილებლად ყველგან ანუ თავდებშიც კი ბატონო შეგიძლია რომ მიდგე თავდებში იქ რაღაცა მეუნე კი აი მეგობრებო ნახე აი ასე არის ჩვენთან სტუმრები რომ მოდიან მე მეგობრდებით ხოლმე და ჭირშიც ხინშიც და თავდებშიც უდგავართ ერთმანეთს გვერდში ისე მაინტერესებს ახლა თამარ ესე იგი არის ბაკალავრის ხარისხი გაქვს საბანკო საფინანსო საქმეში რუსუდანი არის მასწავლებელი ხო სკოლაში მათემატიკა და საბანკო საქმიანობა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის შორს საერთოდ არ არის ხო ეგ ამბავი მაგრამ რომელი უფრო რთული არის თქვენი აზრით რუსუდან შენ მითხარ ორივე რთულია მაგრამ ალბათ რუსუდანის სამუშაო პროცესი უფრო მეტად მასწავლებლობაზე ვისაუბრებთ მაგრამ ბავშვებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ძალიან უყვარხართ ბავშვებს ეგ ვიცი რუსუდან მასწავლებელი მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და საკმაოდ რთულია თუმცა საპასუხისმგებლოა ძალიან საპასუხისმგებლოა ნამდვილად პითაგორამ უფრო დიდი გავლენა მოახდინა შენზე თუ თათარაიძემ საინტერესოა მამამ იმიტომ რომ მამა მათემატიკოსია და გასაგებია მაშინ მამამ მოახდინა გავლენა კი ბატონო და რომელიმე ბავშვი თუ უთქვამს მას გუშინ თქვენ სიმღერებს უსმენდი და ვერ მიმეცადინე. კი, და სხვათა შორის მეც მასმენინებენ ხოლმე გაკვეთილზე. ესე ვითომ შემთხვევით ჩაირთება და თქვენ სიმღერა და თუ ეუბნებით რომ არ შეიძლება ეხლა თუ უსმენთ. ვაცდი ხოლმე რომ მოვისმინოთ ყველა. ეხლა მაინტერესებს კონცერტებზე ან რაიმე ცხოვრებაში უცნაური თაყვანისმცემლები ეხლა გეყოლებათ ხომ არ გახსენდებათ ვინმე რაიმე უცნაური თხოვნით ან უცნაური ამბავი რაიმე თქვენ სირგვლივ რაიმე დავძაბოთ ონება და იქნებ გავიხსენოთ. ვიცი, მაგრამ ის ჩვენი მესამედის თაყვანისმცემლები ჩვენთან აწყობენ ხოლმე საქმეს, რა. საინტერესო მე ხო და მე თუ ეხმარებით ხოლმე თაყვანისმცემლებს რომ რაღაცნაირად. აი მსჯელობთ ჩვენ მე ვსაუბრობთ. ხო, რომელი ჯობს. ინდიკატორები გვაქვს და ვაფასებთ და ხო, ანუ ეს სატელევიზიო ეთერით. საიდუმლო ინდიკატორები ჩვენი არ ვინა რომ გავასაჯაროოთ, ხო რომ რაღაცა. რა თქმა უნდა, დავტოვოთ ეს. იმიტომ რომ ნახოთ მე. კი ბატონო. გასაგებია, თუმცა
ესე იგი აქ ერთი ადამიანი არის გოგონებო, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თაყვანისმცემელიც არის ზოგადად თქვენი შემოქმედებისაც და კიდევ რაღაც სხვა საინტერესო ამბები უნდა გქონდეს წესით მოტანილი და თუ არა ხარ წინააღმდეგი შემოვა. არა, რა თქმა უნდა. მაშინ მოგზავნე. როგორ ხარ თედო? როგორ ხარ გოგუებო? ლამაზებო, ნატიფებო. რა ლამაზია დუშეთი. ფლირტი და ალაფურშეთი. მოგესალმებათ ამერიკული სტანდარტების მეცხვადე ჯორჯ თუში უმცროსი. ჯორჯ თუში უმცროსი. ეს ფსევდონიმია გოგუებო, თორე ისე ცარიელ ტარიალეური ვარ. ცარიელ ტარიალეური. ორი მაინც უფრო მთის. აი, ოპა, ცარიელ ტარიალეური. ცარიელ ტარელაური. ტარელაური თუ როგორც არის ფსევდონიმი. ხრები თუ ყავს, ხრები. ხრები 20 სული ცხვარის პატრონი ვარ, სანა პატრონი გეიგებს. მერი აღარ ყავს. რა არის ისე? რა კარგია ბიჭ, რა ესე ბარში რო ჩამევედით ძალიან. გოგუებო, ზარალი უნდა ამინაზღაუროთ მე თქვენ. ოვი? რა ზარალი? იმიტომ რომ თქვენმა სიმღერება ისე გამიტაცა მთაში, 7 წელი ცხვარი გამტაცა, მე გელმა და ვერ მივიღე ვერაფერი. ამიტომ სხვათა შორის, ჩემო ლამაზო, ჩემო ეშხიანო, ჩემო დებო ლამაზებო, იმ დღეს ცხრებში სილამაზის კონკურსი ჩავატარეთ ცხრებს შორის. მერე? ეგა და ჯაბოვიჩის გაკადნიე და როგორც მთიშვილი და მეც მივიღე მონაწილეობა. არის მეორე ადგილი? პირველზე ვინ გავიდა? პირველზე ვაცი. ძაღლი ყავს? ძაღლი არ მყავს, არ მჭირდება ძაღლი, იმიტომ რომ გელი რომ მოდის, რო შემხედავს აგერ ყოფილი ერთი მგელი უკავ და მე გარბის უკან. კი ბატონო. როგორია მთაში ცხოვრება? მთიშვილი თუ არ ხარ, მთას ვერ გაიგებ, ჩემი სოციკლაური დამეთანხმება აგერ. სხვათა შორის ბიჭო შეიცვალა ყველაფერი, გოგუებო, შვილებო, თქვენ გენაცვალეთ. ადრე გაზი ეკო სხვანაირი იყო მთაში. ევიდოდი ახლა და დევიზახეთი. იქედა. იქედა. ახლა გუჩით დევიდა. დევიზახე და რაც იქედა მომაძახეს ვერ ვიტყვი მას. ხო, არისო, კაი. მერე შვილო, მომისმინი აგერ. გეუბნებით, უყელას თქვენ არ დადიხარ მთაში, მაგრამ ვის მთაში დადის, რომელ კამერაში? აგერ. თაში რო მოდიხარ და რო დაგიღიათ, ვიზია პირიდან ღერი ხარ, ხედავ მეცხვარეს. არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება რას ვაკეთებ იმ დროს მე. აბერ შეიძლება მაგის. კი ბატონო. ჩაგარი ერთ თავში მეზარება დაიეგე. ხაჭერდი გაწვა შეიძლება სარდამკრა თავი. სხვათა შორის მე შეიძლება მეცხვარე ვარ, მაგრამ გელა მომისმინი აგერ შენ. მომისმინე, მე შეიძლება მეცხვარე ვარ, თაში ცხოვრობა და შენ ჩემთვის ის არ უნდა გეკადრებია. ხელში გეჭირა ბატკალიო, რომ მითხარი. აი გამით გაგიჩეჩქვა მაგდავს. არ ვიცი მე შენი ლალები და დაბადების დღე. პოპულარული მეცხვარე თუ ხარ საერთოდ? პოპულარული მეცხვარე თუ ხარ? პოპულარული მეცხვარე ვარ, კაცო. შენ პოპულარული აფერ გითხრა, ხა YouTube-დან გაქვს შეხება აქეთ ბარში. დაგუგლე პიტბულის და ჯაბოვიჩის სული შემძალი ჭუბი. თაში და ნახავ მან, კი ბატონო. სხვათა შორის ეხა ჩემო გოგუებო შეიცვალა ქუჩის მოდა. ახლა სულ სხვა რაღაც ადრე იგავარაკებიც იყო ბაბი ბიზიკო ჩემზე რა ნატიფი გოგო ხარ შენ. იგავარაკები იყო ჩემზე რომ ესე წიგში იწერებოდა 27 გვერდზე რომ აბა დინარის აქეთ ხარესო არის ჯაბოვიჩი მგელი და ცხვარიო. იქეთ ხარეს თუ გადაიყვათ ისე რომ ჯაბოვიჩი არ შეჭამოს არც ერთიო. აბა რაფერი იყო. კი ბატონო. შენი მიღწევა რა არის ჯიმი? მიღწე დავბეჩავდი ბიჭო. თავბეჩავდი თუ არა გოგუებო დაგუგლეთ მაგის ნახეთ 2005 წელს მისტერ ფაფახი გავხდი ბაკურციხეში. ვიცი შენ ასე იყო. სტობისთვის არავი და ვიღაცას უარ პლასტიკური ქირურგი. არანაირი პლასტიკური ქირურგია. ბუნებრივი სახე და ცოტა მეხმაც იმაკლე რაღაცა. მეხის დაცემამაც განაპირობა კი. იყო, კაცო, მეხიც იყო. კი ბატონო. სხვათა შორის თქვენ გყავთ ერთი და. მე მომივიდა ცხორში ხმა რო ეგოგო თქვენი დასახელი სოფია. თავ დავიწყება იცის. სოფია ოცნებობს თურმე პარიზში მოგზაურობაზე. გამომყვეს, სოლად გამომყვეს და ერთად ვიოცნებებთ. ხო, მაგრამ მომისმინე წამი. დიდი მეცხვარეც ახსენე. ჭიკუა ბესაძე, ბაბუაჩემი, უსაყვალესი პიროვნება, მთიშვილი და ბარის მოტრფიალე. კაი კაცი იყო. რა მოუვიდა? აუ ატირდა ბიჭო, ატირდა. რა მოუვიდა? არ უხდება მთის კასტირილი.
ამოვიდა გიორგი და ეცხვარე კაცი იყო. აი მერე თაში ვარ, მიყვება. თაში ვარ, ბაბუაო და ოდიო და სამი მგელი გამომეკიდაო. დედა ორ ბიჭი გომორდეს. ორ ბიჭი გომორდეს. გამოვიქეცებ სავს აქედან ზვავი ჩამოწვა, გამოვასწარი ზვავსო ბაბუა. აქედან მერე თაში ჩვენთან ფოცხერი იცის, კაცო ფოცხერი გამოკიდები. ორი გამოასწრო ამგეს ყველაფერს. და კანადაში დეიმალა. იმ კანადაში ქმარმა რა იფიქრა რა ვიცი და მოკლეს კაცი. ას სულტყვილა უბრალოდ, კაცო სულტყვილა უბრალოდ. აი რა ვიცი მე, კი ბატონო. ფომისვია შეეხა ტყვილად არ მოხვიდოდი მომზადებული იქნება. გოგო ლექსი, კაფიაობა, მაგი არის ჩემი ამარი, აი იცის, იმარი. აბა წევი და კაფიები. აბა ჯო გეგეხოდუნე. თაში წევარ ცას გავხურებ, სხვარი არის ჩემი ბუდე, გუდის ყველი გადამცა და მეც კი რაღაც მგევიგუდე. ჩაიწერეთ ეს. გლის ხმუილი არ მაშინებს მე თვითონაც ხშირად ვყმუი, ხის კორც გავკარი ნეკათითი, ვაი დედა, უი! აი, ეს კი ბატონო. კი ბატონო. ხვარში გზნობებს ვერ დამალავ, ქალავ შენი ჭირიმე, რო ვიკითხავ ვის ვუყვარვარ, ყველა ამბობს მე. წევედი ახლა, წევედი. გოგუებო. წევედი. უნდა გევიდე შატილის ასულებს უჭყუბიათ, ჩემ გამო და ხევის მერთან ვარ დაბარებული. აბა თქვენიცი თვილო. კარგად. აბა რა სიტყვით, როგორ ის არის, რა ქვია, სასიძო. თან ინდიკატორები უნდა შევცვალოთ მგონი რომ. ყველაფრის შეცვლა მოგიციათ ხო? ამის შევხედვარი გასაგებია, კი ბატონო. აი ეხლა შეიძლება მოვიდეს სოფია თვითონ რა ჯიბის ნახვის შემდეგ და აღარაო თვითონ წამოვიდო კი ბატონო გოგონებო რა ვიცი წარმატებებს გისურვებთ ძალიან დიდი მადლობა საოცარი ქვეყანა ვართ ნამდვილად რომ აი ამდენი ნიჭიერი ადამიანი ყავს ერთ ოჯახშიც კი აი 5 სულიან ოჯახშიც 4 სულიანში 4-ვე მღერის 4-ვე ცეკვავს 4-ვე უკრავს აი ეს მარტო მე მგონი ჩვენთან ხდება ჩვენს ქვეყანაში და ერთ-ერთი ესეთი წარმომადგენლები ხართ თქვენ ჩვენი ქვეყნის და დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და იმედი არ გვეტყვით ერთ სიმღერაზე ჩვენთანაც სულ. შეამოვნებით. მე მინდა სიმღერა გედური რომ სიკვდილს თვალებ
მაშ ასე ძვირფასო მეგობრებო, დები, თამარ და რუსუდან ზვიადაურები იყვნენ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები, აპლოდისმენტები.